მოგესალმებით, მე გახლავართ დიანა ნემსაძე, ზოგადი ქირურგი, ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მამოლოგი. ვინაიდან ეხლა ჩვენ გვაქვს ისეთი თვე, რომელიც მთელი მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად განიხილება ძუძუს კიბო და რატო განიხილება, იმიტომ რომ ეს არის ცნობიერების ამაღლების თვე, როგორც ოქტომბერი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მინდა რამოდენიმე კარგი რჩევა მივცე ჩვენს ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ხალხთა პოპულაციას. და მოდი დავიწყებ მაინც სკრინინგით, ვინაიდან სკრინინგი გახლავთ იდეალური მეთოდი, რითაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს გადავუჩინოთ სიცოცხლე, შევუნარჩუნოთ სილამაზე, ჯანმრთელობა. სკრინინგი ეს გახლავთ მეთოდი, როდესაც ჩვენ დაავადების აღმოჩენა შეგვიძლია ისეთ ფაზაში და ისეთ პერიოდში, როდესაც ჯერ არანაირი სიმპტომატიკა არ არის გამოვლენილი. ფიქრობ, რომ სკრინინგი უნდა ჩაიტაროს ყველამ. ანუ სკრინინგი ეხება ქალთა ჯანმრთელ პოპულაციას. ეხება ქალბატონებს, რომელთაც არანაირი კიბოს სიმპტომი არ გააჩნიათ. ასეთ დროს პაციენტი მიდის სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც არიან პროფესიონალები, იკეთებს ერთ სტანდარტულ თუნდაც ოქროს კვლევას, რასაც ქვია მამოგრაფია და ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი არის ჯანმრთელი. ძირითადი მეთოდი სკრინინგისთვის ეს გახლავთ მამოგრაფიული კვლევა, მისი დამხმარე კვლევა, ეგრეთ წოდებული სარძევი ჯგუფის ულტრასონოგრაფია, ანუ ეხოსკოპიური კვლევა და ამ ყველაფრის ჩატარების შემდგომ უკვე ქალი სრულიად ჯანმრთელი ტოვებს სკრინინგს, აუცილებლად ემზადება შემდგომი სკრინინგისთვის, რა თქმა უნდა. ძუძუს კიბოს სიმპტომებს თუ განვიხილავ, თუ ის ამჩნევს რაიმე ტიპის ცვლილებას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კიბოს სიმპტომი, თუ ეს არ იქნება კიბოს სიმპტომი, უნდა აუცილებლად მიმართოს სპეციალიზირებულ კლინიკას. გაჩენილი სიმპტომით პაციენტი უკვე ექვემდებარება სპეციალიზირებულ კლინიკას, სადაც უნდა მოხდეს ამ სიმპტომების დეტალური შესწავლა. კიბოს ყველაზე საყურადღებო სიმპტომებიდან გამოვარჩიოთ კვანძი სარძევე ჯირკვალში, თუ ქალბატონმა მოისინჯა ისეთი უბანი, ისეთი კვანძი, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა და აღმოაჩინა რომ გაჩნდა, ნებისმიერი კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერი ახალი ტიპის უბნის აღმოჩენის შემთხვევაში სარძევე ჯირკვალში პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალისტს და სპეციალიზირებულ კლინიკას. ასევე ცვლილებები სარძევე ჯირკვლის ფორმაში, ზომაში, სიწითლე, რომელიც ასოცირებული არ არის ანთებით პროცესებთან, ანუ ტემპერატურასთან, გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან, საყურადღებოა განსაკუთრებით სისხლიანი გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან, რომელიც არის როგორც წესი ან კიბოს სიმპტომი, ან კიბოსწინარე დაავადების სიმპტომი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სარძევე ჯირკვლის ფორმის, მოცულობის ცვლილება, დრილების და არეოლების ფორმისა და მოცულობის ცვლილება, ჩაბრუნება, კანის შეშუპება, კანის ცვლილება არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. ქალბატონმა უნდა მოისინჯოს ხოლმე აუცილებლად იღლის მიდამოც, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ძუძუს კიბოს გამოვლენა და სიმპტომური ერთ-ერთი პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს იღლიაში გადიდებული ლიმფური კვანძი. ეს არ არის, რა თქმა უნდა, 100%-ით კიბოს სიმპტომი, შეიძლება ბევრმა სხვა რამემ გამოიწვიოს ლიმფური კვანძის გადიდება, მაგრამ ამის დიფერენცირება უნდა მოხდეს უკვე სპეციალისტთან და სპეციალიზირებულ კლინიკაში. მინდა რომ საქართველოში მცხოვრები ქალთა პოპულაცია იყოს ჯანმრთელი, ამისთვის ყველაზე სწორი იქნება, რომ თვეში ერთხელ აუცილებლად ჩაიტაროთ თვითგასინჯვა და აუცილებლად მიმართოთ სკრინინგს და მიმართოთ სპეციალიზირებულ კლინიკებს, როგორც ჯანმრთელმა, ასევე გარკვეული ტიპის სიმპტომებმა პაციენტებმა.